2011 წელს ამერიკაში შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართულ-ამერიკული მეგობრობის რაღაც საზოგადოების ჯგუფი და იქ მოკლედ იყო რამოდენიმე ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ამის უფლება და რიჩარდ გირს თხოვეს, რომ შენ იყავი თავმჯდომარე. რიჩარდ გირი მოიყვანეს და რიჩარდ გირი ვიდრე მოიყვანდნენ, იმას უკითხავს, რომ გამიხსენით მაინც რის თავმჯდომარე უნდა ვიყო და ვინ არის, რა არის საქართველო და დაუხსნეს ორი სიტყვით. ეს ჩაუჯდა ეს ადამიანი ყოფილა ისეთი გირი, რომელიც რაღაც საქმეს ხოს თუ მოკიდებდა, ყველაფერი მიცოდნონდა იმის თაობას და ჩაუჯდა. და მეორე დღეს რომ მოვიდაო ეს ქართველები მიყვებიან, ამერიკელი ქართველები, კაცი იყო აბსოლუტურად ინფორმაციით დამძიმებული. და თვითონ დაიწყო ლაპარაკი იმის თაობაზე, იქ ხო რასის, ამერიკელებს რასის გრაფაში ვწერეთ კავკასიელი. აი აქედან მოყოლებული ყველაფერი შეუსწავლია. და თქვენ ამხელა უზარმაზარი კულტურის ქვეყანას